ეს წუთია დაიწყო საქალაქო სასამართლოში პროცესი, რომელსაც ესწრებათავად გიორგი ოკველაშვილის მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს ამ საქმეს და თუ ექნა მას ნება, რა თქმა უნდა, დღეს შესაძლებელია, რომ ამ საქმეზე დადგეს განაჩენი. საბოლოო სიტყვით უნდა მიმართონ მხარეებმა დღეს პროცესზე და თავადაც უნდა თქვა საბოლოო სიტყვა დაკავებულმა კომპანია ლიმონის დამფუძნებელმა გიორგი ოკველაშვილმა, როგორც ადვოკატმა განმარტა, დღეს ის ისაუბრებს იმ გარემოებებზე, რასაც ედავება მას გამოძიება, ამბობს რომ მუხლი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურა გიორგი ოკველაშვილის კომპანია ლიმონის დამფუძნებელს ედავება არის გამოგონილი და არ არსებობს რეალური მტკიცებულებები ამ საქმეში. გიორგი ოკველაშვილი, როგორც მისი ადვოკატი, ამ მტკიცებას მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მას თავს დაესხა რამდენიმე პოლიციელი და ის გახდა უკვე იძულებული, რომ მოეგერიებინა ისინი მასზე თავდასხმისგან. სწორედ ეს არის ის დეტალი, რასაც დღეს გაამახვილებს თავად გიორგი ოკველაშვილი ყურადღებას. რა თქმა უნდა, თუ მიეცა მას ამის შესაძლებლობა, თუ მოსამართლემ მისცა მას შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით. ამის შემდეგ უნდა დაადგეს განაჩენი, რასაც უკვე 8 დღეა ელოდება დაცვის მხარე. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ლეგიტიმაცია შეწყალების უფლების, მანამდე დამდგარიყო განაჩენი, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო ლიმონის დამფუძნებლის სასამართლო პროცესი, იცით რომ მას პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან და მას მის საქმეში არსებობს კიდევ ერთი მუხლი მცირე რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვა. გვაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა მხარეები წარსდგეთ დასკვნით სიტყვებით სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს შაბლონური მტკიცებულებები პოლიციელის გამოკითხვის ოქმებისა, რომლებიც არის ფაქტობრივად დაკოპირებული და იდენტური შინაარსის შემცველი და წინააღმდეგობაში ბრალდების მხარეს მიერ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერის შინაარსთან. ვიდეო ჩანაწერის შინაარსით აშკარად ჩანს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოკითხვის ოქმებში ამტკიცებენ, რომ მათ დაინახეს ხელის მოქნევის ფაქტი, ვიდეო ჩანაწერის მიხედვით ისინი ამას ვერ ხედავენ ფიზიკურად. დასკვნით სიტყვაში ბუნებრივია ჩვენ როგორც სხდომების დასაწყისში განუცხადებთ საზოგადოებას თავად გიორგი ოკველაშვილმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. გიორგი ოკველაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, აუცილებელი თავდაცვისა და აუცილებელი დახმარების მიზნით მას მოუწია პოლიციელისთვის, ასე თქვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ თვალსაზრისით, რომ არ მომხდარიყო მშვიდობიანი დემონსტრაციების სხემა წება და დაკავება. საბოლოო სიტყვას იტყვის თუ სასამართლომ მოგვცა ამის შესაძლებლობა. ვირტუალური სტუდია ლიმონის დამფუძნებელი გიორგი ოკველაშვილი 13 მაისს დააკავეს. ის არის გაზაფხულის აქციების მონაწილე და რამდენიმე დღეში დააკავეს აქციებზე დგომის შემდეგ. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და გამოძიება ამტკიცებს, რომ ის თავს დაესხა სამართალ დამცველებს. თუმცა თავად და მისი უფლებადამცველი ამტკიცებენ, რომ არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ესხმის რამდენიმე პოლიციელი თავს ლიმონის დამფუძნებელს და ის ამ დროს მოქმედებს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. გიორგი ოკველაშვილის დაკავებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მისი სამსახური, საცხოვრებელი სახლი, რას ეძებდნენ ამ დრომდე უცნობია, თუმცა მოგვიანებით მის საქმეში გაჩნდა მცირე რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის მუხლის, თუმცა ეს მუხლი არის ამნისტირებული. შესაბამისად ამ საქმეში მოსამართლე ვერ ხელმძღვანელებს ამ მუხლის ყოველთვის სასჯელს ვერ მიუშლის ვერანაირ სასჯელს ამ მუხლთან დაკავშირებით. ჯამში პოლიციელებზე თავდასხმის გამო გიორგი ოკველაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და თუ ექნა მოსამართლე გიორგი გელაშვილს ნება დღეს მაინც ამ საქმეზე უნდა დადგეს განაჩენი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის ძალიან დიდი. გიორგი ოკველაშვილის ახლობლები, მისი მეგობრები ესწრებიან სასამართლო პროცესს და ელოდებიან, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას, რომელსაც უკვე 8 თვეა ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებიან.